ბაჩო ახალაიას ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. მისი დაკავება 4 ოქტომბრის მოვლენებს უკავშირდება. ის ამ დროისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. ახალაია მოინახულეს ადვოკატებმაც. გამოძიების ცნობით ბაჩო ახალაია 4 ოქტომბერს პროცესებს ინტერნეტ აპლიკაციების საშუალებით ხელმძღვანელობდა. სულში ჩატარებული ბრიფინგის შემდეგ ცნობილი გახდა ისიც, რომ თავდაპირველად დაკავებული იყო ბაჩო ახალაიას მეუღლე ანა ნადარეიშვილიც, რადგან გამოძიების ვერსიით ახალაიას მხრიდან სხვადასხვა პირთან კომუნიკაცია ანა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებული IP მისამართით ხდებოდა, თუმცა მოგვიანებით უწყებამ ახალაიას მეუღლე გაათავისუფლა. მათივე ცნობით ანა ნადარეიშვილის მხრიდან 4 ოქტომბრის დანაშაულებრივ მოვლენებში შესაძლო მონაწილეობაზე გამოძიება მოგვიანებით იმსჯელებს. თემაზე დილიდან ჩვენი ჟურნალისტი ნათია ქენქაძე მუშაობს, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება. ნათია, როგორც ვიცით, დილიდან სუსთან იყო მისული ახალაიას მეუღლე. რა ვითარებაა ახლა? ბოლო ინფორმაციას ველით შენგან. ახლა მას შემდეგ, რაც ბაჩო ახალაიასთან იყვნენ მოსული მისი მეუღლე და ადვოკატი, აქ აღარ მოსულა მისი წარმომადგენლები. ადვოკატი აქ მოვა ბრალის წარდგენის პროცედურისთვის, ბუნებრივია, რომელიც სავარაუდოდ დღეს უნდა გაიმართოს. იცით, რომ 48 საათიანი ვადა არსებობს დაკავებიდან ბრალის წარდგენამდე, თუმცა როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ეს ძირითადად ხდება 24 საათის მანძილზე და ეს მოლოდინი აქვთ ბაჩო ახალაიას ადვოკატებსაც, რომლებსაც უკვე გადაეცემათ საქმის მასალები და უფრო დეტალური ინფორმაცია გახდება ცნობილი წარდგენილ ბრალთან და მუხლთან დაკავშირებით. არის ეს ერთი თუ რამდენიმე მუხლით წარდგენილი ბრალი და რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას გარდა იმისა, რაც გუშინდელ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაიმართა და სადაც ისაუბრეს, რომ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება არის მოსამართლის ნებართვით ამოღებული სატელეფონო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, როგორც გამოძიება ამბობს, ბაჩო ახალაიას 28 სექტემბრიდან და კონკრეტულად 4 ოქტომბერს ჰქონდა კონტაქტი იმ პირებთან, რომლებიც ახლა დაკავებული არიან 4 ოქტომბერს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ სწორედ ბაჩო ახალაია იყო ის პირი, ვინც ხელმძღვანელობდა ამ პროცესებს დისტანციურად ინტერნეტ კომუნიკაციის მეშვეობით. ამ ინფორმაციას ბუნებრივია მისი წარმომადგენლები არ ეთანხმებიან. მისი მეუღლე იმყოფებოდა, როგორც აღნიშნეთ, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მას სურდა, რომ როგორც იურისტი, ადვოკატი შესულიყო ბაჩო ახალაიასთან და წარმოედგინა მისი უფლებები, თუმცა ამის შესაძლებლობა მას არ მიეცა. გამომდინარე იქიდან, რომ როგორც ცნობილია, თავად ანა ნადარეიშვილი გუშინ იყო დაკავებული, ის მოგვიანებით გათავისუფლდა, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაანონსეს, რომ ამ მიმართულებით ძიება კვლავ გრძელდება და მას როგორც მინიმუმ მოწმის სტატუსი ექნება ამ საქმეში. შესაბამისად, სავარაუდოდ ის ვერ შეძლებს, რომ სასამართლოზე საკუთარი მეუღლის ინტერესები დაიცვას. აქ იმყოფებოდა მათი ოჯახის ადვოკატი რომეო საჯაია, რომელსაც მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია და ვერანაირი ინფორმაცია მისგან ვერ მივიღეთ. ანა ნადარეიშვილი ამბობს, რომ მტკიცებულებები მისთვის არ არის დამაჯერებელი და ის ვარაუდობს, რომ ეს მტკიცებულებები არის გაყალბებული. ასევე მისი ინფორმაციით ბაჩო ახალაია რამდენიმე კვირის წინ ცდილობდა ქვეყნის დატოვებას და სამუშაოდ უცხოეთში წასვლას, თუმცა მას ამის შესაძლებლობა არ მიეცა. ჩვენ ასევე ვესაუბრეთ ბაჩო ახალაიას მეორე ადვოკატს მალხაზ ველიჯანაშვილს, რომელიც ამბობს, რომ კონტაქტი, რომელზეც გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაკეთდა აქცენტი, შესაძლოა ყოფილიყო ნათესაური კავშირიდან გამომდინარე, როგორც გასულ დღეებში, ასევე უშუალოდ 4 ოქტომბერს. ის ამბობს, რომ ბაჩო ახალაიას ხელმძღვანელობა ამ პროცესებში არის გამორიცხული და ის მტკიცებულებები, რომელიც გამოძიებას წინასწარი ინფორმაციით აქვს, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მას ბრალი წაუყენონ. ფიზიკურად გაურკვევლობაში ამ წარმოდგენა არ აქვს, რას ეხება, რა საკითხი არის საერთოდ, ანუ ეს არაფრის შუაში არ არის, არაფერს შემხევლობა არ ქონია საერთოდ, ეგ არის მისი პოზიცია. ეს გააჟღერა დაკითხვის დროსაც, რომელზეც გამოვიდა დაკითხვიდან. მთელი ბრიფინგი იყო სრული ბოდვა. თავიდან ბოლომდე. აი როგორც ბოლოს დაასრულეს, რომ ბაჩო ახალაია თავის ცოლის გადასარჩენად ჩვენებას არ გვაძლევს, აი ესეთი ბოდვა იყო. ესეთი დაბნეულები იყვნენ სახში, ვინ შემომივარდა, შემომიწვიდა ავტომატიანი ხალხი და მთელი საგამოძიებო სისტემა. დაბნეულები არ იცოდნენ, რეკავდნენ, ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ. ბაჩო ახალაიას ტელეფონი არ აქვს დადგენილი, ხალხო, რაზე მელაპარაკებით. ორჯერ დაკითხვაზე ადამიანი დაიბარეს და ორივეჯერ დამირეკეს მე. და მე მითხრეს, რომ ბაჩო ახალაია დაბარებდა. მე პირველ დარეკვაზე ვუთხარი, რომ მას რატო არ ურეკავს მეთქი, მაშინ როცა დაიბარეს კრიმინალურ პოლიციაში. ხმის ნიმუშის ჩაწერაზე. და მითხრეს, რომ არ გვაქვს მისი ნომერი, არ ვიცითო. და საიდან რანაირად დაადგინეს, რომ ბაჩო ახალაია ურეკავდა ვინმე საერთოდ. ბაჩო ახალაიას არანაირი კავშირი არ აქვს 4 ოქტომბრის ორგანიზებასთან.
და საერთოდ თავიდან ბოლომდე 4 ოქტომბრის საქმე არის აბსურდი, იმიტომ რომ არანაირი ძალადობა ჩვენ ეგ არ გვინახავს. ადამიანები იყვნენ გამოსული პროტესტზე, ჩვეულებრივად მოწოდებაზე პროტესტზე იყვნენ ასობით ათასი ადამიანი გამოსული და ძალადობა იქ იყო მხოლოდ პოლიციის მხრიდან და არა მარტო 4 ოქტომბერს. ბაჩოახალაიას დაკავებასთან დაკავშირებით უკვე გაკეთდა დღის ხანძრზე პოლიტიკური შეფასებები. ხელისუფლების წარმომადგენლები ყველა მხარეს მოუწოდებენ, რომ დაევლოდონ გამოძიების შედეგებს და დეტალურ ინფორმაციას. მათი თქმით, ის რომ კონკრეტულ პირებს ჰქონდათ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის სურვილი, ძალიან ბევრჯერ დადასტურდა მათი საჯარო განცხადებებით არჩევნებამდე და ეს უკვე მე კონკრეტულ ქმედებებში აისახა 4 ოქტომბერს და შესაბამისად იმ პირებთან დაკავშირებით, რომლებიც უკვე დაკავებული და ბრალდებული არიან ამ საქმეზე, მათ თქმით, ყველაფერი ცხადია და ეს სურვილი მათ საჯაროდაც ჰქონდათ გაცხადებული, ხოლო ჰქონდა თუ არა ამ ყველაფერთან რაიმე კავშირი ბაჩოახალაიას ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით უკვე გამოძიებით დადგინდება. რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციაში აქვთ გარკვეული ეჭვები, ისინი ამბობენ, რომ არანაირად არ არის გამორიცხული, რომ ეს საქმე იყოს სხვა კონკრეტული ბოლოდროინდელი მოვლენების გადაფარვის მცდელობა, მაგალითად კორუფციულ სკანდალებს რაც შეეხება, მაგალითად გახარია საქართველოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბაჩოახალაიას წარსული ბრალდებები, რომელიც მას ჰქონდა წაყენებული, ამის კარგ შესაძლებლობას აძლევს ქართულ ოცნებას, თუმცა არაფერს არც ერთი მიმართულებით ისინი არ გამორიცხავენ. რაც შეეხება იმ პარტიას, რომელსაც მაღალ თანამდებობებზე წლების განმავლობაში წარმოადგენდა ბაჩოახალაია, ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობთ, უფრო კატეგორიულები არიან ბრალთან დაკავშირებით, მიიჩნევენ, რომ არანაირი საფუძველი და ეჭვები არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ბაჩოახალაიას რაიმე კონტაქტი და კავშირი ჰქონდეს წაყენებულ ბრალთან და ზოგადად ისინი 4 ოქტომბრის საქმეს მიიჩნევენ აბსურდულად, შესაბამისად თვლიან, რომ ეს არის პოლიტიკური შურისძიება და მცდელობა, რომ გადაიფაროს კონკრეტული საქმეები. ოცნება ცდილობს საკუთარი სისტემური კორუფცია გადაფაროს წარსული საჩრდილებით, ქმარს ცოლით აშანტაჟებენ და ამით პირდაპირ ამბობენ თავის სათქმელს ნულოვანი ტოლერანტობა. ეს აღარ არის პოლიტიკური ბრძოლა, არც სამართალი, ეს არის საბჭოთა წითელი ტერორი, მისი პირდაპირი რესტავრაცია. თუმცა ყველა კარგად ხვდება, რომ ამით ვერ გადაიფარება ოცნების სისტემური კორუფცია და ტერორი ვერ ჩაანაცვლებს სიმართლეს. ეს არის ფაქტი. და ამას ვერ გაექცევა ვერც კობახიძე, ვერც მამუკა მდინარაძე. და ესეთი გამოძიებები კარგი იქნება თუ ჩატარდება ქიმიური მოწამვლის სკანდალზე, ესეთი გამოძიებები ჩატარდება თბილისის საბავშვო ბაღებში პატარებისთვის მოპარულ ულუფაზე. გამორიცხული არაფერია, აქ ეხა თუ ვინმე იყო დაინტერესებული 4 ოქტომბრის პროვოკაციის ისე დასრულებაში, როგორც ეს დასრულდა, ეს პირველ რიგში იყო ოცნება. შესაბამისად, სხვა ყველა დანარჩენი, ახლა ეს დეტალები, სატელეფონო საუბრების დროები და ასე შემდეგ, რაც წარმოგვიდგინა სუსმა გუშინდელ ბრიფინგზე, ახლა ამ დეტალებში არ ჩევალთ და ვერ ჩევალთ. შეიძლება რაღაცას ნიშნავდეს, შეიძლება არც ნიშნავდეს. ახლა გასაგებია, რომ ბაჩოახალაიას წარსულიდან გამომდინარე გაცილებით მაღალი ალბათობა არის იმისა, რომ ხალხის დიდმა ნაწილმა დაიჯეროს, რომ მას მართლაც შეიძლება ეს დანაშაული ქონოდა ჩადენილი, მაგრამ ამავე დროს არც ის არ არის გამორიცხული, რომ ამას ოცნება იყენებდეს საკუთარი მიზნებისთვის. გამოძიება ადგენს დეტალებს და ვლდოთ გამოძიებას. 4 ოქტომბერს რაც მოხდა, ყველამ ძალიან კარგად იცის, იყო დაანონსებული დამხობის მცდელობა, ეს მცდელობა ჩავარდა, თუმცა დანაშაული დარჩა დანაშაულად და ყველა დამნაშავე, რა თქმა უნდა იყოს იდენტიფიცირებული და ზუსტად ამას უკავშირდებოდა სუსში გამართული გუშინდელი ბრიფინგი. გახსოვთ ალბათ, რამდენჯერ გავაკეთეთ მოწოდებები. ცალკე პრემიერ-მინისტრი, ცალკე მე გამოვდიოდი ფაქტიურად კამპანიის რეჟიმში ვიყავი და ყოველდღე მიწევდა განცხადებების გაკეთება, რომ არ გადადგათ ისეთი ნაბიჯი, რომელიც კანონსაწინააღმდეგო იქნება, იმიტომ რომ სახელმწიფო იმოქმედებს კანონის შესაბამისად და არავის არ ვაპატიებთ და არავის არ ეპატიება ქვეყანაში რევოლუციები და სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობის მცდელობები. ძალიან ბევრჯერ გავაკეთეთ ამ მიმართულებით განცხადება, თუმცა მიუხედავად ამისა, მათ იმოქმედეს როგორც იმოქმედებს. საბამისად, ყველა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, აღნიშნულ სახელმწიფო გადატრიალებასთან, გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით, ყველა აგებს პასუხს.
როგორც გითხარით 48 საათიანი ვადა აქვს ბრალდების მხარეს ბრალის ოფიციალურად წარსადგენა, შემდეგ 24 საათის ვადაში უკვე სასამართლომ უნდა იმსჯელოს აღკვეთის ღონისძიების თაობაზე. უკვე ცნობილია ის, რომ დაცვის მხარე მოითხოვს ბაჩო ახალაიას აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი თვლიან, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს. მადლობა, პირდაპირ ეთერში ნათია ქენქაძე საუბრობდა.